ნახოთ წინა ვიდეოში დაპირებული წითლის და მწვანის ნაზავი. წითლის და მწვანის შერევით მივიღეთ აი ესეთი ყავისფერი. წინა ვიდეოში წითელთან ცოტაოდენი შავის შერევით გავაკეთეთ ესეთი მოშენდისფრო მარცეპანი. მოდით ახლა მეტი შავი დავუმატოთ. მივიღოთ ამ ყავისფერთან შედარებით მუქი ყავისფერი. ასეთი მუქი განსხვავებული ყავისფერი შეგვიძლია მივიღოთ წითლის და შავის შერევით. რადგან ესე თავის დაუნებურად გადავედით ყავისფერ ტონებზე, მოდით ნახოთ ნარინჯის ფერისგან როგორ მივიღოთ ძალიან ლამაზი ყავისფერი. ნარინჯის ფერი ძალიან მუქია, ცოტა ყვითელი დავუმატოთ თავდაპირველად. ცოტაოდენი შავი. ესეც კიდევ ერთი მოყავისფრო ტონი. მოდით ვცადოთ ამ ყავისფერების გაღიავება. ყავისფერების ესეთი პალიტრა მივიღეთ და ეს კიდევ ყველაფერი არ არის, აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ყვითელით გაღიავების შემთხვევაში როგორ ფერებს მივიღეთ. შემდეგ ვიდეოში განვიხილოთ მწვანე ფერი.